გორბაჩოვი ხალხი შეიძლება, მაგრამ თურქეთი იყო, სწორედ თურქეთი იყო ჯერ ჩავიდა ბაქოში, მერე მოსკოვში, მერე ერევანში და ლაპარაკი დაიწყო ეს თურქეთის გეგმა, სტაბილურობის და უსაფრთხოების გეგმა, რომელიც უნდა იქ მიდიოდეს. ასე რომ ეს რუსებზე ადრე თურქებმა გააშხეს და სწორედ გუშინ წინ იყო კიდე შეიკითხენ დიდი კონფერენცია იყო თურქეთში. ესე იგი კონფედერაციაში ვის გულისხმობთ თუ რა საკურველია გულისხმობთ რომ თანაბარი სტატუსი უნდა იყოს ეს საქართველოს და აფხაზეთიცო და ეხლა ის დაზუსტებული ცოტა არ იყო ამ კონფედერაციაში კიდე რამე სხვა სუბიექტები იქნება თავიანთ თავს მიხედა კონფედერაცია მოიწოდა და თავიანთ ენაზე კურსებს არ ელაპარაკებენ უბრალოდ და კიდე ის იყო ძალიან ესე გამოსვლა იყო თურქეთის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორის გამოსვლა იყო, რომელმაც ასეთ რამე თქვა, რომ 4 წლის წინ ჩვენ ძალიან შევწუხდით აჭარაში რომ ავტონომია დე ფაქტო გაუქმესო და მაშინ ვთქვით, რომ აი ნახეთ რა ელის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. აი ესეთი კი. და ესე იგი ლაპარაკი არის რომ როგორ ჩანს ახლა და ეს თურქების გეგმა დეტალურად არავის არ უნახია. ვიცით ხოლმე საერთო იმაში და ახლა კიდე ძალიან საინტერესო წავიკითხე ორიოდე დღის წინ რამოზონა და საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოდან ასეთი რომ სარკოზის იდეა აქვს ჩამოახალიბოს ესეთი ახალი სხვა სამკუთხედი ევროკავშირი რუსეთი თურქეთი აი ესეთი ის ყოფილა სარკოზის გეგმა რაღაც სპეციალური ხელშეკრულება დაიდებაო ესე იგი ხო იყო ლაპარაკი ამ რუსეთ ევროკავშირის კი და ამის სანაცვლოდ ახლა იქ ლაპარაკია უკვე თურქეთზე პროექტის ზონაზეა პროექტის ზონაზეა ჯერ არაფერი პირდაპირ არ უნდა ეთყობა ამ თურქების შეყვანა ევროსაბჭოში და ალბათ ეს აკატავებს კი და უბრალოდ ეს ის არის და თანაც ომხრივი რომ არის თქვა ეს ევროკავშირი რუსეთის იმის მაგივრად ვითომ ეს სამხრივი და ჩვენი ადგილი სად არის არ ვიცი სადაა ჩვენ საერთოდ კი საერთოდ ვიცი კი აი შეხა არის არჩევნები არ აკითხოთ ძალიან დიდი მოლოდინი არის სულ მახსენდება აკინა რომ ჩავიდა ფილიპინებზე აეროპორტში მოკლედ როგორც ბაშოროს ხება იგივე სამაგიეროდ მე მისწევი გახდა პრეზიდენტი ყორასინი ერთხელ ვარასწრები და იგივე ზულფიკარ ალიფხუტოს შვილი რომ ჩავიდა აიბაში ისლამაბადში და მთელი ამბები იყო და მოლოდინი რომ ეს მუშარაფი გადადგებაო რაღაც ესეთი რეალური არის ალასტანიას ჩამოსვლა ეს არის სულთან აზიური აზიაში ყოველთვის ჯეროდა მესია მოვა და მესია გადაგვარჩენს და ყოველთვის ლოდინია რომ ვიღაც ერთი კაცი ხომეინი რო ჩავიდა თეირანში და გაგიჟდნენ ყველანი და ხო ხომეინიმ დაღუპა ირანზე დაღუპა 3 მილიონი კაცი ამოხოცინა აი კონცენტრაცია ბადურამას აი სერიოზულად მესიანისტური მიდგომა მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის როგორც არა დემოკრატიული ჰიბრიდული ყოფილა თალედად ეს უნდა ჩამოსულიყო ხო გავიგერო ზექ ჩამოდის თქვენი აი როგორც საჩვენ თქვენ გაბრალები რომ ბურჯანაძის ის არისო არის სიახლოვე რეალებს ხო და ამიტომ ალასტანიასადმი ნეგატიური იქნებაო არა ვარ ნეგატიური ალასტანიასადმი და არც ბურჯანაძის კაცის ასწავლებს მაგალითად ეს ერთი კაცი ვარ მე მგონი რომელიც არ შევიდა მაგის შეველთა საბჭოში ყველა სხვა პოლიტოლოგები შეველთა საბჭოში არიან თორე შემოთავაზება ჩემთან იყო ყველასთან თან იყო ასე რომ არავითარი მე არავისთან არა ვარ მე მაინტერესებს მათი პროგრამები და ხარჯ დაუჭერ იგივე ალასანია იქნება ბურჯანაძე იქნება სხვა იქნება იგივე ნათელაშვილი ვიზგინა იყოს ხარჯ დაუჭერ იმას ვინც პირველ და მთავარს გააკეთებს რომ კონსტიტუცია უნდა გადაისინჯოს ეს არის მიუღებელი 21 საუკუნის სირცხული ასეთი კონსტიტუცია სადაც პრეზიდენტს აქვს ისეთივე უფლებები როგორც ომის ბელად სადმე ცენტრალურ აფრიკაში და ისეც იქცევა სხვათა შორის და მე კიდევ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აი ამ კონსტიტუციის პირობებში ანგელოზის რომ მოვიდეს გაფუჭდება კი გაფუჭებს ესე იგი როცა ხედავ რომ აბსოლუტური შეხელშია ძალაუფლება მორჩა რა გაკეთებული ხარ ასე რომ მე მაინტერესებს თუ ალასანია
მართლა აპირებს რაღაცას და იწვის კონსტიტუციას ცვლის პრეზიდენტის ძალაუფლების დიდი ნაწილი უნდა გადაეცეს პარლამენტმა უნდა დააბალანსოს ისე კი არა რომ შევარდა ცხინვალში სააკაშვილი და პარლამენტს არ შეეკითხა ეს კონსტიტუციის უხეში დარღვევა მაგრამ ხა სააკაშვილმა ცხინვალეთის რა პარლამენტი ყავს იმიტომ არ დაინტერესდა რომ დამეეთქვა და დაარღვევა კონსტიტუცია ესე კონსტიტუციის დარღვევები რო არ იყოს ესე მთავარი არის ამ ხალხის პოლიტიკა პროგრამა თუ მე ეთქვის რომ მე ვიქნებ ისეთი კონსტიტუციის არცული მაპატები ასეთი არ ჭირდება რაღაც ხვება იქნება სააკაშვილისგან მის მიდა იყოს თუ კონსტიტუციას არცulis დეკოლი 59 წლიდან მოყოლებული დეკოლს კონკურენტად ეძღა სულ მიტერანი სულ 2-3% აგებდა კახა ბოლოს მიტერანი პრეზიდენტი თვითონ შეამცირა პრეზიდენტის უფლება მოვალეობები და გადასცა მთავრობას და პარლამენტს. არა, იქ როგორ იყო, ესე იგი, ჯერ იქ როგორ იყო, საფრანგეთში იყო ჯერ საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელსაც ვერ იმუშავა, თან ობეკონდას აზრში რომ იქონდა, ვერ იმუშავა და მაშინ დეგოლს დაუძახეს, რომელმაც საპრეზიდენტო რესპუბლიკა ამერიკული მოდელი მოიტანა. მაგრამ შემდეგ უკვე ცხადი გახდა რომ დეგოლის ეს ავტორიტარული ამერიკული მოდელი საფრანგეთის მიუღებელი აღმოჩნდა და ამიტომ შეიქმნა ეს გარდამავალი მოდელი საპარლამენტო რესპუბლიკას და საპრეზიდენტო რესპუბლიკას. იგივე ახლა გაერთიანებულმა ოპოზიციამაც რა ბრძანა გახსოვთ ალბათ გაჩერჩილაძე წარმოადგენს რომელიც 6 თვეში თვითონ გადადგება თუ გავიმარჯვებთ. ეხლა ალასანიას იტყვის რომ თუ გავიმარჯვე მე თვითონ გავაუქმებ საპრეზიდენტო არავითარ შემთხვევაში არა თანახმა რომ ქვეყანას სახელმწიფო მეთაური არ ყავდეს ასე არ შეიძლება როგორ შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკაში ყველგან ყავს პრეზიდენტი და საერთოდ პრეზიდენტის პოსტი აღარ იარსებებს რომ არასერიოზულია პრეზიდენტის პოსტი საჭირო არის ნომინალური გერმანიაში იტალიაში მაგრამ გუნაური ჩვენთან ეს არ იმუშავებს და საპარლამენტო რესპუბლიკა ვერ იმუშავებს ამიტომ ყველას კაი მოდელია ფრანგული. კი, დაბალანსებულია პრეზიდენტის ფუნქციები და დაბალანსებული. აი საფრანგეთის მოდელი ესეთი არის 95 წლის კონსტიტუცია. საერთოდ ნაწილობრივ დაბალანსებული იყო უბრალოდ ახლა შევარდნაძე საკმაოდ ისეთი კარგი ბადე გააბადა პარლამენტში თავის ხალხი უმრავლესობით დასვა და არ ელეოდა ამ უმრავლესობას. თორე ერთი 95 წლის კონსტიტუციის ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრეზიდენტი იყო. კიდე ძლიერი პარლამენტი იყო და პრეზიდენტს ეშინოდა პარლამენტი. ახლა მაგრამ 2000 ხო და სწორედ მაგიტომ სააკაშვილმა იფიქრა ასეთი პარლამენტი არ მაწყობს და დაიწყო ესე იგი არ შეიძლება კონსტიტუციას ისე მოექცე როგორც ჩვენთან მოექცე. ესე იგი დღეში რამდენიმე ახალი ცვლილება შედიოდა ამ კონსტიტუციაში და ერთ-ერთი მცოდნე დღეს ვერ გეტყვით ზუსტად კონსტიტუციაში დაწერია. იმდენ ცვლილებები შევიდა რომ ესე თავში აგერევა რა სამართალმცოდნეებსაც უკვე ვერ შეიძლება პასუხის გაცემა. რა ვიცი და მეკითხა რაც ახლა თქვენი ბრძანეთ რომ ეს ისაოლაფია სააკაშვილი უნდა გადადგეს რომ ეხლა დღეს რომ დაუშვათ სააკაშვილის ფეხსაცმელი ესწრობა თინუიშევსკი. როგორი კეთილი კიბილიცით გაფუში მე სიმპათია დამებოდა რეალისტად. სერიოზია ეგო. საერთოდ რა ტელევიზიის მომეგორი წლის საუკეთესო ჟურნალისტი გახდება ერავს. მე მომეწონა ძალიან მომეწონა თქვა ამ ტელეჟურნალისტის ქცევა ეხლა რომ აი ეს გამოხატა რა პროტესტი იმის გამო რომ რა ხდება ერაყში 5 წელია შეიჭრენ იქ ამერიკელები ჩვენ თავზე ვნახეთ რუსები რო შემოიჭრენ და ამიტომ არ უნდა გავუგო ერაყელ ხალხს პრეზიდენტი ჩამოუხშვეს კარგი რა ეს დიქტატორი იყო რო იყო მე დიქტატორი კი არ სხვა ჯარების იმით უნდა ჩამოუხშო ხო კარგად იდგა ბოში კარგად დაიხარა და ჯეკიათ ხელი დაიქნია რაღაცა მე პრემიერ-მინისტრი გადაეფარა თავის ხელით მეორე ფეხსაცმელზე არის მე მგონი ალბათ თუ კი სააკაშვილი ჟურნალისტებს მოიწევს ალბათ ფეხშვილებს შეუშვებენ იქა ალბათ 5 წელი არ ყოფილა სტილამ რომ ჟურნალისტები მოიწევს რაც პრეზიდენტი გახდა მე მგონი ერთ-ერთი პრეზიდენტია სოფლიოში რომელსაც ჟურნალისტების ეშინია ასეთი შეხვედრა რქონია ასეთი პრესკონფერენცია საზოგადოებრივ საწყობს ხოლმე პრესკონფერენციის მას ხელი ეშინია ჩვენი მიგუშვებს ხო კარზე ასამბო. არა, მაგარი და გითხრა, ვერ საინტერესო ეს თქვა ხედვა გაგვდა, დიდი მადლობა რომ მოგდალით ჩვენთან, ბადე რამას კლიმიაშვილი გახდა ჩვენთან და გმადლობთ რომ გიწვევით. კარგად დავდებოდით, აბა.